სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს რეკლესს. მოზარდობა. ფრაზა, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას ქმნის ზოგადად. ბრენდის ცხოვრების ყოველდღიურობას? კოლექცია ჩასახატი. თქვენი პირადი საყვარელი ნივთი რეკლეს კოლექციებიდან. ჩემი Angel Love Jeans ესე ქვია, ჯინსები გულის პრინტით. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენმა გუნდმა ერთხმად მიიღო. ერთხმად მიიღო შოურუმში მონაწილეობა, საზღვარგარეთ მოკლედ მცდელობა გასვლის. არჩევანი დგას დიზაინი თუ კომუნიკაცია? კომუნიკაცია. რის რწმენა გაქვთ ყველაზე მეტად პროფესიულად? რწმენა მაქვს პროფესიულად ყველაზე მეტად. რაღაც ბანალურად არ მინდა ჟღერდეს, მაგრამ არ არსებობს რაღაც შემოქმედებაში თუ ხარ და იხარჯები და შრომობ, სადღაც ამან შედეგი არ გამოიღოს. რომელმა ფრაზამ ან გამოხმაურებამ გაგახარათ ყველაზე მეტად რეკლესთან მიმართებით? ფრაზამ არა, მაგრამ აი პირველი ბავშვი რო დავინახე, უცხო ჩვენი ტანსაცმლით ქუჩაში, ეს იყო რაღაცა ამოტრიალება მთლიანად ჩემი ცნობიერების. რა ფერისაა ფული? ფული? მწვანე. საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად რა წარმოაჩენს? ნებისმიერი პროდუქტი, რა ვიცი, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ? საქართველოს ალბათ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც გლობალურ წარმატებას აღწევენ. უამრავი რაღაც გვაქვს კულტურაში, რომელიც ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა ფორმით აქ ჩამოსული ტურისტებისთვის თუ სხვებისთვის, თუმცა ეს რაღაცა გენეტიკა, რაც არის დაგროვილი, ეს კულტურული გენეტიკა, მაინც ადამიანებში ყველაზე მეტად გაიბრწყინებს ხოლმე და ეგ არის ალბათ ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო. ხშირად მიმართავთ ისეთ თემებს რეკლესი, რომელიც უკავშირდება რა ვიცი მოზარდების, ემოციურ მდგომარეობას, ტკივილს, თვით გამოხატვას. რატომ ფიქრობ, რომ ეს თემები არის მნიშვნელოვანი ბრენდისთვის? ბრენდი ზოგადად მაგ თემებზე სალაპარაკოდ შეიქმნა, ანუ ჩვენ პირიქით ჯერ რაღაც დავინახეთ სივრცე და პრობლემა შეიძლება არც დაერქვას ამას ზოგადად ცხოვრების ეს ეტაპი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და რამდენად განსაზღვრავს საერთოდ მის მომავალს და მინდოდა ამაზე ხმამაღლა მელაპარაკა. თუმცა აი რასაც შენ ამბობ, ძალიან ბევრ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ თემებზე საუბარი რაღაცა აი ოქროს შუალედით თუ რაღაც ბეწვის ხიდი ვიპოვოთ, რომ ეს არ იყოს არც რაღაცა დიდაქტიკურ მოწოდებითი, არც რაღაცის გამომასწორებელი, არც რაღაცა კოუჩიზმის ნაწილი და არც პირიქით კომერციალიზაცია არ მოხდეს ამის ისე, რომ ისე ჩავაჭიროთ, ასე ვთქვათ, რომ არასწორად იქნას გაგებული, ან ვინმეს უფრო მეტად ვავნოთ და პირიქით რაღაცით არ დავეხმაროთ, ხო? ანუ ჩვენი მთავარი ამბავი ამ თემებზე სალაპარაკოთ არის ერთადერთი წინადადებით აიხსნება, რომ მარტო არ ხარ. ანუ ეს არის რაღაცა, რაც შეიძლება ძალიან ბევრს აწუხებდეს ამ წუთას, ამ მომენტში, აქ და ახლა და შეგვიძლია ამაზე ან ხმამაღლა ილაპარაკო. მოკლედ, აქვე ვართ, ხედავთ. იდენტობას ჯამში, აი ღირებულებებს და იდენტობას ბრენდსაც რა აყალიბებს რეკლესი? ეს რაღაცა ძალიან ესეთი ერთი მხრივ ძალიან მკაცრი მიდგომები და საზღვრები ბრენდის, რომ რას მე ხშირად ვამბობ, რომ რაღაც ბრენდის იდენტობას ზერწავს და აყალიბებს და აძლიერებს, ბევრად უფრო მეტად რას არ აკეთებ, ვიდრე რას აკეთებ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაზე ვამბობ თუ არც, რა დათმობაზე არ მივდივართ, როგორ რაღაც ხშირად კომერციულ გადაწყვეტილებაზე ვამბობ თუ არც, ან რაღაცაში მონაწილეობთ. ანუ ჩვენ გრძნობთ ზუსტად სად არის ჩვენი ადგილი და ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აი ეს რაღაცა ძალიან ძლიერი დნმ შეიძინა ბრენდმა.